გამარჯობა. დილამშვიდობისა, გამარჯობა. კარგად, თქვენ როგორ ხართ? კარგად. ჩემი მეუღლე. სასიამოვნოა. ქალბატონი მია მაჩაბელი. როგორ იწყება ხოლმე ტრადიციულად დილა თქვენს ოჯახში? ტრადიციულად დილა იწყება ბურთით, თამაშით, წესით ყავით უნდა დავიწყოთ ხოლმე, მაგრამ ყავა არის შემდეგი ეტაპი და მოდი ჩვენ ყავით დავიწყოთ. მოხდით რომ ყავა უნდა მივიღოთ. წამო მამი, ანით. წამო ყავა გაუკეთოთ, მა, მოდი. მია, შენთვისაც მომაქვს ყავა. იდეალური დილის დასაწყისი როგორია? როგორი დაღლილიც არ უნდა იყო, როგორც არ უნდა გეძინებოდეს, დილა იწყება პოზიტივით. ეს ადამიანი რო გაგაღვიძებს, გამორიცხულია, რომ ის დღე არ დაიწყოს სიტყვოთი და სიყვარული. და ანიტა რომ მოდის ხოლმე? ანიტას ძინავს ცალკე და თუ გაიღვიძა ხოლმე ადრე. ძალიან ძილის გუდაა, ძალიან უყვარს ძილი. მოდის ხოლმე და ჩაწვება ჩვენთან და აგრძელებს ძილს. მე ვეღარ მოღვიძებ. შეუძლია რომ 12 საათამდე დაიძინოს. როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახური ცხოვრება მას შემდეგ, რაც უკვე ორი შვილის მშობლები ხართ? აგუშინ ვიღაცას უთხრა მიამ რომ აიო მე 7 წელი დაიწყო რაც ერთად ვართ და ბიჭო დავფიქრდი მეთქი მართლა რამდენი დრო გასულო? თავიდან რომ მოხვედით ხო 9 რა 7-ად იყვნენ და აი აუღებელოთ ისე თითქოს არაფერი დაიწყეს ყირაზე გადასვლად. როდის არის თქვენთვის ის დრო, როდესაც აი ერთად იყრით თავს? საღამოს. ერთად ვთამაშობთ რამდენიმე საათის განმავლობაში, შემდეგ პატარები იძინებენ და უკვე მე იწყება ჩვენი დრო. ხო, იწყება ჩვენი დრო. სხვათა შორის მიამ ეხლა გადაწყვიტ ფსიქოლოგიას მიყვეს და ეს ფსიქოლოგია იმდენად მაგრად ეხმარება თვითონაც და მეც აი ურთიერთობაშიც, ბავშვებთან ურთიერთობაშიც ერთმანეთთან პროფესიით ვარ ჟურნალისტი, მაგრამ რაღაცა დროის მერე, როცა ჩემ დაუნებურად მოვიდა ჩემთან პოპულარობა, ვხვდი რომ ჩემი არ იყო ეს ადგილი. და რაღაცა უფრო ჩემს ამბუაში მინდოდა ყოფილიყავი, ჩემს ნაჭუჭში, მშვიდად, წყნარად და როცა პირველი შვილი შემეძინა და მეორე შვილიც, ვხვდი რომ სხვანაირად უნდა დამეწყოთ ჩემი დროის მართვა და დავიწყე პროფესიის ძიება. ისე მოხდა რომ რამდენიმე ფსიქოლოგიური წიგნი წავიკითხე ერთად. და ძალიან დამაინტერესა. გადავწყვიტე რომ ჩამეპარებინა და გიორგიმაც აი ისეთი მხარდაჭერა გამომიცხადა რომ იდეის დონეზე გავუზიარე თუ არა, უკან დასახევი გზაც აღარ მქონდა. რასაც არ უნდა აკეთებდი ადამიანი, საერთო ჯამში შენი ოჯახისთვის აკეთებ, ხო? შენი ქვეყნისთვის, შენი საყვარელი ადამიანების ყველასთვის, რა თქმა უნდა, მაგრამ პირველ რიგში შენი ოჯახისთვის. ეს მხარდაჭერა არის გადამწყვეტი, ჩემი აზრით. მშობიარობას დაესწარით, როგორც ვიცი, გიორგი, თქვენ პირველი შვილის და რას ნიშნავდა თქვენთვის ის, რომ აი ასეთ მნიშვნელოვან დროს თქვენს გვერდით იყო გიორგი? პირველი შვილის მშობიარობას დაესწრო და მეორესაც ვერა, იმიტომ რომ მარტვილში ქონდა კონცერტი და მოქროდა და ვერ მოასწრო. როცა უკვე ბავშვს გულზე გაწვენენ და გვერდით გაიხედები და შენს მეუღლეს შენი ხელი აქვს ჩაკიდებული, ხვდები რამხელა ბედნიერება არის აი ამ სრულყოფილი ოჯახის შექმნება და ხო ეს მომენტი ჩემთვის არის დავივიწყარი. და ანდრიაზე რომ მშობიარობდი, ექიმი მეკითხებოდა რომ რა გინდა წყალი ან რამე ხო არ გინდა, მეთქი არა გიოს დაურეკეთ, სად არის გიორგი. რა არის ის ტრადიცია, რაც გინდათ რომ თქვენ შვილებს გადასცეთ? ეს არის ქართული სიმღერა. ეს არის ხალხური სიმღერა, ბევრი რაღაც გვახასიათებს ქართულებს და გვაქვს ტრადიციაში, მაგრამ ჩემთვის ყველაზე ასეთი ხელშესახები, ხო, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე არის ქართული ხალხური სიმღერა. ზუსტად ეს იყო იმის იდეაც, რომ მე მუსიკალური სკოლა გავაკეთე, ურსა სკოლა, ასე ქვია ჩემს მუსიკალურ სკოლას და ზუსტად ამის იდეაც ეგ არის, რომ არა მხოლოდ ჩემმა შვილებმა, არამედ ჩვენმა მომავალმა თაობამ, ჩვენს მომავალ თაობას მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ ეს ღირებულებები შეიძინონ. ესე იგი ხალხური სიმღერა, ტრადიციული გალობა და ქალაქური სიმღერა და აი ამ ყველაფრის გარშემო კიდე ძირეული ღირებულებები, რაც აი ამ ყველაფრისთან ახლავს. არ არსებობს რომ ადამიანი გალობდეს, ადამიანი მღეროდეს ხალხურ სიმღერას და მას არ კონდეს სტანდარტული მნიშვნელოვანი ღირებულებები, ხო? ნახე ბაყაყი. აბა სიმღერა თუ მოგეწონება
ცხარო ჩამოვიარე წინცხარო უფრო დაიბნა რა უნდა мама ჩემს რა შვება აი სპილო თვითონაც იცის ეგ არის მართლა ძალიან მინდა მაგრამ არ არის აუცილებელი ხა თუ არ ენდომებად სიმღერა და არ იყვარებათ უნებრივია ხა არ დავაძალეთ მაგრამ მაგ წიაღში მოუწევთ გაზრდა